პლეადიანელების გზავნილი 24 დეკემბერი 2015 წელი. გაუცნობიერებელი ამაღლება. მოგესალმებით ძვირფასო მართა. ჩვენ დიდი ხანია არ გვისაუბრია შენთან, ჩვენ ვიხილეთ, რომ ბოლო პერიოდში შენ მიიღე ბევრი გზავნილი სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩვენ ამის გამო ძალიან გვიხარია, რადგანაც ვიცით თუ რამდენი ხანი ცდილობდნენ ისინი დედამიწელებთან კავშირზე გამოსვლას. ის ფაქტი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი უცხოპლანეტური ცივილიზაცია გიკავშირდებათ, ამბობს იმაზე, რომ მათ იციან დედამიწაზე მომხდარი შესახებ და იღებენ ამაში აქტიურ მონაწილეობას. ასე იყო ყოველთვის, რომელიმე პლანეტის ცხოვრებაში გადამწყვეტ მომენტში galaktikuri ოჯახი იღებდა აქტიურ მონაწილეობას და დედამიწა არ არის გამონაკლისი. ჩვენ უკვე გითხარით ჩვენს წინა გზავნილში, რომ გავიარეთ თქვენი მსგავსი გზა და სწორედ ამიტომაც ერთ-ერთი პირველი მოვედით თქვენთან, რათა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, თანთანობით ჩვენს მაგალითს კი სხვების გახვევიან. გაივლის არც თუ ისე ბევრი დრო და ჩვენთან კონტაქტზე დაიწყებენ უკვე ოფიციალურად საუბარს. ამის შესახებ მოწვევა გამოჩნდება მასმედიაში და ახლა ეს კონტაქტები მოხდება უკვე სხვა სახით, შიშის გარეშე. რადგანაც ბევრმა ადამიანმა დაიჯერა ჩვენი და დარწმუნდნენ, რომ ჩვენც და სხვა უცხოპლანეტური ცივილიზაციები მოვედით მშვიდობის მოსატანად. ის, რასაც დღეს მოგიყვებით, არ არის თქვენი შეშინებისათვის, არამედ მან უნდა მიიქციოს თქვენი ყურადღება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. თქვენ ყველა მიცით, რომ დადგა ის პერიოდი, როდესაც დედამიწაზე ყოველმა სულმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ამაღლდეს ან გააგრძელოს ინკარნაციების ციკლი. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც იციან მომხდარი მოვლენების შესახებ. ხოლო რა მოუვათ იმათ, ვისაც არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაციაც კი, ასეთი ადამიანები დედამიწაზე ახლა უმეტესობას შეადგენენ. სწორედ მათ შესახებ სურს საუბარი. დედამიწაზე არის ბევრი მშვენიერი კეთილი და ნათელი ადამიანი, რომლებიც შორს არიან ეზოთერული ცოდნისგან, ენერგეტიკული პრაქტიკებისა და მსგავსი თემებისგან. თუმცა ადამიანების სულებმა, მათმა ზედამეებმა იციან ამაღლების შესახებ და ცდილობენ მათ გარკვეულ სულიერ დონეზე გადაყვანას. ასეთი ადამიანები ინტუიციურად ცხოვრობენ ისე, როგორც მათ გული უკან ნახებთ. იმ ვარიანტებიდან, რომელსაც მათ ცხოვრებას თავაზობს, ისინი ირჩევენ სწორედ იმას, რომელიც შეესაბამება ამ სამცნებო მიზანს. ისინი ბუნებრივად არიან კეთილმოსურნეები და სიყვარულით უყურებენ სამყაროსა და გარემომცველ ადამიანებს. გვერწმუნეთ, მათ თქვენს მსგავსად მიუძღვიან ზეციური ძალები, ისინი იცავენ მათ, მიმართავენ სწორ გზაზე და ავსებენ ღვთაებრივი ენერგიებით. ამ კატეგორიაში შედიან ღრმად მორწმუნე ადამიანებიც, თუმცა არა რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ საეკლესიო კანონებისა და რიტუალებს, არამედ ისინი, ვისაც ღმერთი გულში ჰყავთ. ესენი შეიძლება იყვნენ არამორწმუნე ადამიანები, თუმცა რომლებიც ცხოვრობენ საუკუნო ღვთაებრივი კანონების მიხედვით, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება. სწორედ ასეთი ადამიანები, რომლებიც ინტუიციად მიუტვლიან სინათლისაკენ, დაკავებულები არიან ნათელი ძალები, რომლებიც კაცობრიობის მიმართ მსახურობენ. არც ერთი გამოღვიძებული სული არ იქნება ბედის ანაბარად დატოვილი და ჩვენ პლეადიანელები აგრეთვე ვეხმარებით მათ. ჩვენ ვავსებთ ამ ადამიანებს სინათლისა და სიყვარულის ენერგიებით, რაც ამაღლებს მათ ვიბრაციებს და ისინი გადადიან იმ დონეზე, რომლიდანაც უკან უკვე აღარ დაიხევენ. ამის გაზიარება გსურდა თქვენთან ჩვენო ძვირფასებო, რომ გცნობოდათ გაუცნობიერებელი ამაღლების შესახებ. ჩვენ ძალიან გსურს, რომ ისწავლოთ ასეთი ადამიანების ამოცნობა და დაეხმაროთ მათ, როგორც ამას ვაკეთებთ ნატიფ დონეზე. თუმცა თქვენი დახმარება დედამიწაზე შეიძლება მათთვის შეუფასებელი იყოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი შემოქმედის ნების შესრულებას და რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ამაღლებამდე მიყვანას. გემშვიდობებით ჩვენო ძვირფასო დედამიწელებო. პლეადების თანავარსკვლავედის წარმომადგენლები საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნად წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.